დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 6 აპრილი და დღეს ჩვენ ვიმყოფებით თბილისთან ახლოს, არის ერთი სოფელი, რომელსაც ქვია მსხალდიდი. მსხალდიდთან სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში რუკაზე ნაჩვენებია. ოღონდ ვერ მიხვდით რა არის ძველი სოფლის ნანგრევებია თუ მშენებარე სოფელია, არ ვიცით, ამიტომ გვინდა მივიდეთ ეს ამ ადგილზე ვნახოთ. შეიძლება ძველი სოფელია და ნანგრევები არის, რუკაზე სახელი არა აქვს ამ ადგილს არანაირი აღნიშნული. ამიტომ ახლა ჩვენ ამოსულები ვართ სოფელ მსხალდიდში. ამ ადგილს, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ქვია ნათლისმცემელის გორა, 1500 მეტრაზეა ზღვის დონიდან და აქედან როგორც ხელის გულზე ისე ჩანს ლისის ტბა, თბილისი და მიმდებარე სოფლები, ძალიან ლამაზი ადგილია. პატარა ტბაც არის სოფელ მსხალდიდთან. ეხლა შევდივართ სოფელ მსხალდიდში და სოფელი მსხალდიდიდან მერე უნდა გადავიდეთ მსხალდიდის ტბაზეც გვინდა მოვინახულოთ და გარდა მაგისა არის კიდე ერთი ძველი საინტერესო ადგილი, ნათლისმცემლის მთა ქვია, მთაზეც გვინდა ავიდეთ და სოფელი მსხალდიდი. კოჯორის ანტენა ჩანს. ის მეჩეთს გავს, ხო? ოშაგიდია წინ და ხო. ესე იგი აზერბაიჯანელები ცხოვრობენ მსხალდიდში? ხო, აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ეს მაგალითად სოფელი ჩო. ჩაგვევლო ერთი მეჩეთიც გვენახა. სადაა ჩასასვლელი მემარხანია? გამოვლაზე შეიძლება. იყიდება მიწის ნაკვეთი. მიწები იყიდება ყველგან, სადაც არა ვარ შესულები ნებისმიერ სოფელში. საქართველო იყიდება და მიწები იყიდება. აი კიდე იყიდება ნაკვეთი. აბრაზდა ცუგრია. ნათლისმცემლის მთაზე მივდივართ ეხლა სოფელი მსხალდიდიდან. ეხლა ვეჭველი ის მოკლე გზა განახა მაგანში. არა, სარმანახებს აქ. გაგურიანი. აქ შეიძლება ტაძარი ააშენო. მინდორზე ხوار დაიბუქსე, შველი არ არის? რა გული. ვაჟა. შეიძლება ტაძარიც ააშენო, მაგრამ შეიძლება კი აქ გეგმა. ტაძარი არის. ნათლისმცემლის მთა თუ არის ეს ასე ქვია. დილება უყალო მაშინ ხომ გააკეთოთ ერთ სალოცავი. აიგა. ეს მოზაიკური ქვაა თუ ბეტონი ქვაა? ბეტონი. აი ქვევით ჩანს სოფელი მსხალდიდი. ჯამაღალზე ახლა ეს ადგილი. სოფელი მსხალდიდი თბილისთან ძალიან ახლოს არის, დაახლოებით 10 კილომეტრი იქნება. ძაღლები მოვიდნენ ჩვენთან სტუმრად, სოფლიდან ამოვიდნენ ალბათ. ხალხიც ამოვიდა, მათ ამოყვნენ.
არ იქნება, აი თვითზაბურად აღარ შეიძლება. აჰა, შემოვედით მსხალდიდში. არა, თვითონურად არ არის. აბა დააგვიდით ვასი არა. ჩვენ დათო ბევრ სოფლებში ვართ ნაყოფები და სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, ძირითადად იქ 95% არის აზერბაიჯანელი მარტო, ქართველი აქ არ ცხოვრობს. აქამდე არ ქართველი. ისე რომ ეხა 50% აზერბაიჯანელი იყოს და ნახევარი ქართველი იყოს, ეგეთი მეჯერ არ შემხვედრია და შეიძლება ეს არის ეგეთი, არ ვიცი ეგ მაინტერესებს რა ზუსტად. ქართველები აქეთ ახლა მარცხნივ ჩვენ რომ ვუყურებთ. აქეთ აი ქერო 4 კაცი. მოდი მარჩიელობას ჩვენია ხო, 4 კაცი. რა თქმა უნდა, აი მარჯვნივ შეუღია რომ 4 კაცი როა, ხო, მარჯვნივ 4 როიდგა დილას იქიდან კუთხეში იქ შეუღია და შეუღია მარჯვნივ. აქ ხო, ჩახვარ სოფელში. აქ არის, რა ვიცი. აქ არა, კაცო, აქ რამე ჩავხარე. აღნიშნული არ არის მეჩეთი და რა ვიცი. ჩავიდეთ. ისე ჩახვარ და გააჩერ კითხე იქას თუ გინდა და გეტყვის. გამარჯობათ. ამ სოფელში ქართველები ცხოვრობენ თუ აზერბაიჯანელები? სულ, ხო? არის ქართველები ცხოვრობენ. არიან? მეჩეთთან ეხა მივალ ამ გზით? კი. მივალ. ქართველები ახლა დაჩა რა. როგორც აგარაკები დაჩები ისე ამოდიან, ხო? თბილისიდან არის ეს სოფელი დაახლოებით რამდენი? ბეს 5 კილომეტრი იქნება. არც კი, ხო? თბილისია. ხო და თბილისი. მაიცა როგორ ასე უნდა ჩავიდე? რომ მივიდეთ, აბა აქედან უკანადის რა. აღნიშნული არ არის აქ და აზრი არა ვარ სადა. და ამხელა სოფელია. არის აზერბაიჯანული სოფელი. ხო, ეგაა ამათ სოფელი. ხო, ეგ ჩატი და მარჯვნივ. სოფელი მსხალდიდი. მეგონა ის ქართული სოფელი თუ იყო და ცოგო გაიწ. აბა, ხო. რატო გასაგვირიო? უვიდა თვითონ. ხო. მაგას ზოგ აზერბაიჯანში. აბა რა, ვიჟო, მეტყვინ კი არა. აი დროშა როა იქ ნამდვილი. ადი. მაგარი შეუღია მარცხნივ. მისული ხარა. აჰა, აი მეჩეთთან მოვა. მინდა გაჩიო. ზედამ ხარე. ეხლა ვართ მეგობრებო სოფელი მსხალდიდში. და ნახეთ გზიდან მეჩეთი და გვინდა რომ დავათვალიეროთ მეჩეთი. გამარჯობათ. საიდან არის შესასვლელი? მაშინ შევიხედებით. ეხლა თქვენი გული წესი როგორ უნდა მოვიწოდოთ? მეჩეთში რო შედიხარ ფეხზე უნდა გაიხო. ხო, ნუ მე მაინტერესებდა შიგნით ხო როგორ არის და ესე კაი წესი და მარჯვნივ გზას გავყევი ბოლომდე. ორი გზა იყო, ერთი ნახევრები ჩავდა. მეორე კიდე ზევით რომელიც აქვს, მაგრამ მოხაწაროთ. მაშინ ნაფეტრებით გიჩვენე. მოკლე რომ მოვედით ახლა ჩვენ მეგობრებო იმ ერთ-ერთ დასახლებაში, რომელშიც არის აურაცხელი დაახლოებით ზევიდან დავითვალეთ, დაახლოებით იქნება 60-70 სახლი. დაწყებული უпростоრად აშენება და მე მიტოვებული, იმიტომ რომ სახურავები არა აქვს არც ერთ სახლს, ეთყობა რომ კაი ხნის წინ არის დაწყებული ამ შენობების აშენება, მაგრამ მიზეზი თუ რატო შეჩერდა აქ მშენებლობა მე ნამდვილად არ ვიცი და თუ ვინმე მიცით, ესე იგი რა ხდებოდა აქა კომენტარში რომ მომწეროთ, მადლობელი ვიქნები. ესე იგი ეს ადგილი აღნიშნული არის რუკაზე, მაგრამ სახელი არა აქვს.
იქიდან გამომდინარე რომ ალბათ დაიწყო სოფლის მშენებლობა და აღარ დასრულდა და აქედან გამომდინარე სახელიც იმიტომ არა აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განახებთ ახლა სოფელ ნაფეტურებთან არის ძალიან ახლოს. ჩვენ ეხა მოვედით მსხალდიდიდან, მსხალდიდში ვიყავით და ჩამოვედით ამ ადგილას. და ეხა მინდა გაჩვენოთ როგორი არაჩვეულებრივი ბუნება, ძალიან კარგი ადგილია, დენი არის შემოყვანილი. ცენტრალურ გზასთანაც არ არის შორს, მაგრამ აქამდე მოსასვლელი გზა არის ძალიან ცუდი. ჩვენი მანქანით რამოდენიმე ადგილას გაგვიჭირდა ჩამოსვლა აქამდე, მაგრამ ადგილი არის არაჩვეულებრივი სოფელ ნაფეტურებთან და თბილისთანაც. რავი, აქედან თბილის უყურებ, ეგერ დაახლოებით იქნება 3-4 კილომეტრი, მაქსიმუმ 5 თბილისამდე. მინდა რომ გაჩვენოთ ახლა ეს ადგილი. რა გზით უნდა წავიდეთ ახლა ბესო, მარჯვნივ თუ მარცხნივ? მარჯვნივ. მარჯვნივ, ამას შემოვუარო. ის გზა სად მიდის ვერ გაიგებ. ორაზე მიცმაო. არსად არაფერი ნიშნულები არ არის. არა. სად შედიხარ, სად გამოდიხარ, კაცი ვერ გაიგებს. სანამ არ მიხვალ, ვერ გაიგებს სად მედიხარ. ეს გზაც რა გზა? არის ძალიან მამიზები. ო, წლისგან არის გავჭებული. ეგ იქნება ბესო ჩვენ სადაც მივდივართ, ახლა მიტოვებული 100%-იანი სოფელი, იმიტომ რომ ამ გზაზე არავინ არ არის ნასიარულები. სხვა გზა არის აქამდე მისასვლელი? არა, ესე იგი ეგ არ იქნება ისა. ახალნაშენი, ეგ იქნება ძველი სოფელი, რომელსაც არც სახელი არ აქვს და არც გვარი არ აქვს და მივალთ რა და ვნახავთ. ფლებს და ალახია ისთვის ვიღაცა. ნადირობს ვიღაცა ალბათ. ვიღაცა გეისროლა წირა, აი, უე როგორ ვარ და. კი, აშკარად სროლის სოლში გამოდი. აი ღრმა ტყეში იყო თაში ის და მინდო ეკოგონდა. ახალი არა აღლოშე. ჩვენ ეგერ დგას ბანკანა. ხო გითხარი, აგერ ისვია. და სამხედრო ფორმაცია და უსვიან ეთყობა იმას ვარჯიშობენ, რაც მაინინობა დავიცი. აგერ აბერგვას რო ჯემალ. ვერ გამოახსო, რომ ხელა ტყეში ვარა. აი ეს გზა ჩამოდის ამ დასახლებამდე. აი ძირითადად ასეთი შენობებია დაწყებული და მიტოვებული, არ დასრულებული. ზოგიერთი სახლი ხედავთ რომ უკვე დასრულებულია. სახურავიც აქვს, აი ამ სახლს ახლა რამხელა სახლი იყო, მაგრამ დაუსრულებელია, სახურავიც არ აქვს. აგერ იქითაც ეს არის სოფელი ნაფეტურები, ხევის იქით მხარეს და ნაფეტურებიდან ეგერ მოშორებით ჩანს თბილისი. ძალიან ახლოსაა თბილისთან. ასეთი კარგი ადგილია, მაგრამ რამდენი სახლებია? ესე იგი დაუსრულებელი. ამ სახლებს ეხა უეჭველი ალბათ ყავთ მეპატრონები, მაგრამ რაღაცა მიზეზის გამო ვეღარ აშენებენ, არ ვიცი რატო რა ნამდვილად და თუ იცით რაიმე ინფორმაცია თუ გაქვთ ამ ადგილის შესახებ ვინმეს ძალიან მაინტერესებს, მადლობელი ვიქნები თუ მომწერთ კომენტარში, აგერ ზევითაც რამხელა სახლია. მესმის ეხლა ისეთ ადგილებში, სადაც პრინციპში ამ ადგილამდეც არ იყო მარტივი მოსასვლელი გზა, მაგრამ ჩვენ ბევრი სოფლები გვაქვს გადაღებული ისეთ ადგილებში, სადაც ფაქტურად მეუვალია, აი მანქანითაც რო ძლივს ადიხარ, მთაზე, ზევით მთის წვერზე, სადაც დენი არ არის, წყალი არ არის და არანაირი პირობა, საცხოვრებელი ეგეთ ადგილას მესმის რო ძნელია, ხო ცხოვრება, მაგრამ აქ ეხლა დენი არის, ეგერ ბოძებია, კაბელები, ჩვეულებრივად შემოდის დენი. ქალაქთან ახლოს არის. პატარა ხელისშეულება უნდა გზას, აგერ ჩანს თბილისი აქედან. ბესოც ჩანს.
საინტერესო ამბავია რა. აი ამ ხელა სახლი. ეხა დაინგრა, იმიტომ რომ არავინ აღარ არის. არა და რამხელა სოფლის გაშენება შეიძლება აქ. უზარმაზარი. თითქოს დრო არის გაჩერებული ამ სოფელში. მიდიოდა მშენებლობა, ხალხი აპირებდა აქ დასახლებას, რამხელა სახლებს აშენებდა და უცებ რაღაცა პრობლემა მოხდა და ყველაფერი გააჩერეს და გაყინეს. და იმის მერე ინგრევა ეს სახლები აშენებულები ეგერ. დაინგრა. აგერ მარტო აქ არის 1, 2, 3, 4, 5, 6, რამდენი სახლია. აი მივადექით კიდევ ერთ სახლს. ეს მეტალოპლასმასის კალფანჯარა მოუტანია ადამიანს ეთყობა უნდა ჩასმა, მაგრამ რატომღაც აღარ დასცალდა. აქ ეგერ ამხელა ღობე ქონდა გამზადებული. აქ ალბათ ჭიშკარი იქნებოდა. ღობეა, რამხელა ადგილია შემოღობილი. მაგრამ აღარ არის გაგრძელებული მშენებლობა. რაც არის აშენებული, ისიც კი ინგრევა. აი რამხელა სახლებია დაწყებული. სახლების მშენებლობა. სააგარაკეთ არის გადასარევი ადგილი. მაგრამ მიზეზი იმისა, რატომ არ თუხთუხებს აქ ცხოვრება და რატო არ აშენებენ ამ სახლებს, უეჭველი რაღაც მიზეზი არსებობს, რომელიც არ ვიცით. და თუ იცით, იმედი მაქვს კომენტარში მოვწერთ. ასეთ რაღაცებს მე მგონი უფრო მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს რა მთავრობის მხრიდან. იმიტომ რომ ქალაქები ისედაც ხო გადაჭედილია ხალხით და რატო უნდა იყოს ახლა ესეთი ლამაზი ადგილები, სადაც ყველანაირი საშუალება არის იმისა, რომ ხალხი დასახლდეს და იცხოვრონ. ესეთი დანგრეული და მიტოვებული რატო უნდა იყოს, არ ვიცი მე. და თან ეს არის ნაწილი იმ დასახლებისა, აქეთ კიდე გზა მიუყვება და ჩადის ქვევითაც არის. ჩავყვებით ახლა ჩვენ ქვევით და ვნახავთ რა ხდება კიდე ქვევითაც. ბევრი არის დამთავრებული და მერე დანგრეული. ხომ არა, ძირითადად შიგნიდან და ეს ახლა. ძირითადად რაც ვნახე, აი როგორც ეს სახლი, ნახე შენს უკან როგორიც არის დაწყებულია, მაგრამ აღარ არის და ასეთი არის ძალიან ბევრი და გალესილია ბევრი ახლა საფურავის გარეშე ხო არ გალესილია. ხო, არა, აგე იქითაც ნახე რამხელა სახლი იყო და დაინგრა. მეგონი ცხოვრობს აიღათ. ხო, ნუ იქ ვიყავი, ახლა ამჟამად არავინ არ არის, მაგრამ შეიძლება ცხოვრობს ვიღაცა რა. აგე ზევითაც რამხელა სახლია, ნახე, აგე იქ არავინ არ ცხოვრობს. იქ ულის აშკარად ეთქვა. იმენა მოწყვეტილია ეს ადგილი. აქედან ისეთი ხრამია, არ ამგონია რომ აქედან გზაზე გახვიდო. აქეთა სოფლიდან არ იქნება, ხო გზა? აი აქედან არის ჩასასვლელი და დაბლა არის ეს სახლი. ჩავიდეთ, აბა ერთ ვნახოთ რა ხდება. არა ეს დენისაიდან მოდის ვერ გავიგე. ნაფეტროებიდან რა, სოფლიდან. ხო, მისახია გამოტარებული. თან ახალი გაკეთებული, აგე ბოძებიცაა დატოვებული. აქ რო იცავსო შეიძლება და აი ბოლოში აქ რამაგარ ადგილზე იცი შემოღობილი დათრეული აქ მიწა. ხო არ ყიდის ვინმე რა ხდება. მეგობრებო, თუ იცით სამ ინფორმაცია თუ გაქვთ ადგილის შესახებ ვინმე ხო არ ყიდის. თავ იმედია ნახავს ამ ვიდეოს ის ადამიანები, ვისაც ეკუთვნის ეს ნაკვეთები და რატო არ შენდება, რატო არ აშენებენ, რატოა გაჩერებული. ძალიან საინტერესო ამბავია რა, ძალიან მაინტერესებს. არაჩვეულებრივი ადგილია. სააგარაკეთ.
ეთქვა. ხო, აი ამ სოფელში ეს არის დენის გამანაწილებელი შემოსული ამ სოფელში და ჩამოდის ეგერ ზევიდან, სოფელი ნაფეტროებიდან, აი აქამდე შეიძლება და გეეკეთებია. აი იქიდან არის დენი გადმოყვანილი ამ სოფელში, აქეთ მხარეს. ალბათ კლიჩაი. ისე ახლა ის მალადაც კიდე ხო, აი აქ ვინც ცხოვრობს, აი ამ სახლებში რამოდენიმე სახლი შეხვდა ჩვენ ამ ადგილას, სადაც სავარაუდოდ კი ადამიანები ცხოვრობენ, ეხა ამჟამად დაკეტილია, მაგრამ ოქრო მიადევს ჭიშკარს. მაგრამ ზაფხულისთვის ალბათ როგორც აგარაკი ისე იყენებენ. არაჩვეულებრივი ადგილია. ეს ჩამოვედით ეხა ჩვენ ხეობის ქვედა მხარეს, ქვევითა ვართ. აი აქაც ცხოვრობს ალბათ ადამიანი. არაჩვეულებრივი ადგილია სააგარაკეთ. აგერ გაწყებული და შეჩერებული სახლი. აი ესეც რა ლამაზი აგარაკია, მშვენიერი კარგი სახლია. ეს არის რამოდენიმე სახლი, 1, 2, 3 სახლია, სადაც ეტყობა, რომ ცხოვრობენ. მაგრამ დანარჩენ არც ერთ სახლში ნიშანკვალი არ გააჩნია იმისა, რომ ვიღაცა ცხოვრობს. ეგერ რამხელა სახლი იყო და ამ სახლში ეს სახლი უკვე იმის გამო, რომ მიტოვებულია, იწყებს დანგრევას. გაპარტახებულია. აქეთ საპირპარეშო ქონდა. აქეთ კიდე ალბათ ის არის ბოსელი. შინაური ცხოველი ყავდა. კი ბოსელია. ასეთ ადგილებში კი უნდა ცხოვრდეს ხალხი, დენი არის. წყალი არ ვიცი ხალხამდე არის თუ არა. გამოყვანილი, მაგრამ დენი არის ყოველ შემთხვევაში. მშვენიერი სახლია. და ბევრია ასეთი სახლი. აი სამსართულიანი სახლია.
აი ამ ერთ სახლში ცხოვრობენ და ქვევით არის კიდე ორი სახლი, რომელიც არის დასახლებული. დანარჩენში არავინ არ ცხოვრობს. აი ეს დევითაც არის ამხელა სახლი. დევერთი სახლი. აქ უკვე ეთყობა რომ კაიხანი არავინ არ ყოფილა. ისეა მიტოვებული და მაყულის ბუჩქებში გაზდილი. შეზდილი ეს ადგილი. ურამხელა სახლია. აი ქვევიდა როგორ ჩანს. ჰო! სამწუხაროდ ვერავინაც ვერ შეხვდა ჩვენ ამ სოფელში, რომ რაიმე ინფორმაცია მიმეღო ამ ადგილის შესახებ და იმედი მაქვს მეგობრებო, კომენტარში ვინც იცით რა ქვია ამ ადგილს და რატო ამდენი მიტოვებული სახლი, კომენტარში მომწერთ. ეს ახლა ვარ სოფელ ნაფეტურებში და მაგარი აგარაკები ამ სოფელში. ოღონდ ქართველების არის თუ აზერბაიჯანელების არ ვიცი. სხალდიჩი აზერბაიჯანელები ცხოვრობენ 95%. აი გამოდიოდა. მარჯვნივ? ქვევით არის კიდე გზა. ქვევით მეგონი
სახთან მიდიხარ. მე მივიდეთ. ერთი სალბაზი გვეხსოვრებია იქიდან რომ აი ესეც რა მაგარი აგარაკია, ნახე. ხო, აი ეკიდან ჩადის, აქედან ჩადის. აქედან ჩადის. და იქიდან გადის და ის ვიღაცის სახლში მოვედით. საიდან უთხრა სულ გზა? არა, მაქანე გააჩერეს რაღაცა და დავინახავ ყველაფერს წერეთ. არა გაწყვეტ რა. აკიდან ჩადის ის. ეს აზრები რა ბერადიენ იქ. ქვევიდან გადავიღეს ზედა მხარი, საიდანაც დენი ჩადის სოფელში და ჩამოდის ეგერ ზევიდან, სოფელი ნაფეტროებიდან, აი იქიდან არის დენი გადმოყვანილი აქეთ მხარეს. და ეხლა იმ ადგილზე ვართ და აქედან როგორ კარგად ჩანს სახლები მიტოვებული. ერთი აქ არის და ერთი ნაწილი სახლებისა კიდე ეგერ მთაზეა ზევით კიდე. შეიძლება ორივე შეგრული ადგილი და დასვა. ეს კაბელები რანაირად ამოჭრილებს?